გამარჯობათ მეგობრებო, დღეს გესაუბრებით მაისის თვეზე, შევაფასებ და ასევე ვისაუბრებ 2025 წლის იანვრიდან მაისის თვის ჩათვლით ჩემი მუშაობის შედეგებზე. ეს ეხება სავალუტო ბირჟას ერთ-ერთ კონკრეტულ აკაუნტს, სადაც მე ვიყენებ ჩემ სტრატეგიას, პერიოდულად ვდებ ყოველი თვის შედეგებს და თქვენ შეაფასებთ უკვე თქვენებურად ყველაფერს. მაისის თვე იყო საკმაოდ კარგი თვე, ანუ ფაქტიურად იყო ჩემთვის 20% ზრდა, ჩემმა სტრატეგიამ ასე მომცა. აი შედეგი დამიდო. წამგებიანი იყო გარიგებები, მაგრამ ძალიან ცოტა რაოდენობით. ანუ თქვენ დაინახავთ, რომ პროფიტ ფაქტორი აქვს ძალიან მაღალი აი ამ თვეს. ახლა ნახავთ უშუალოდ ჩარტს მაისის თვის. ეს არის მაისის თვე. გარიგებათა რიცხვი არის 19. პროფიტ ფაქტორი დააკვირდით. წილი მოგებების გარიგებებში 6.6. დავაკვირდეთ მაქსიმალურ კლებას მაისის თვის განმავლობაში. ეს იყო 3.9%. ზრდა მაისის თვის განმავლობაში იყო დაახლოებით 20%. იყო ძალიან სერიოზული ზრდა, იშვიათია ასეთი თვეები. მოდით, ახლა ჩვენ ვნახოთ წლის შედეგი. წლის დასაწყისიდან გარიგებების რაოდენობა არის 72. პროფიტ ფაქტორი 2.29. ეს ნაკლებია თავისთავად ვიდრე მთლიანად მაისის თვეში იყო, რადგან იყო ცუდი თვე, ეს იყო ერთი თვე ამ 5 თვიდან. ნახოთ მაქსიმალური კლება წლის დასაწყისიდან, ფაქტიურად იყო 19%. და ზრდა, აი თანხმობრივად ხედავთ თქვენ 105,000, ეს არის დაახლოებით 70%-მდე ზრდა. გრაფიკულად ხედავთ დინამიკას, ხომ? ჩარტი არის მზარდი. ახლა შევაფასებ მთლიანად იანვრიდან მაისის ჩათვლით ვაჭრობის მუშაობის შედეგებს. ფაქტიურად ზრდა არის დაახლოებით 70%. ეს არის უშუალოდ ჩემი სტრატეგიის შედეგი, თავისი შეცდომებით, თავისი სწორი პოზიციებით, თავისი ფინანსური მენეჯმენტით. სხვადასხვა ეს ფინანსური მენეჯმენტი გარკვეულ მომენტში ყველაზე ნეგატიურ სიტუაციაში 19% კლებას იძლევდა. ეს იყო ცუდი სიტუაცია. ერთხელ მოხდა ესეთი რა. სხვა დანარჩენ სიტუაციაში ფაქტიურად იყო ბევრად ნაკლები კლების მომენტები და ჯამურად ხედავთ დინამიკას, ჩარტის დინამიკას. ესე იგი სტრატეგია მუშაობს, აქვს ნებისმიერ სტრატეგიას შეცდომა, მაგრამ აქ მთავარი არის ფსიქოლოგიური კუთხით მდგრადობა, გამართული ფინანსური მენეჯმენტი. როცა ეს კომპონენტები ყველაფერი არის მოწესრიგებული, ეს პროცესი იქნება არა თამაშის პროცესი, არამედ ეს იქნება მუშაობის პროცესი. ვინც ამას არ აკეთებს, 99% წააგებს ამ საქმეში, ანუ ვერ მიაღწევს შედეგს. ეს არის სტატისტიკა, მსოფლიო სტატისტიკა. გექნებათ შეკითხვები, დამისვით, მესაუბრეთ, გესაუბრებით. წარმატებები თქვენ.